სახელით მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ ხშირად ვახსენებთ, რომ ადამიანი როგორც პოტენციურად განვითარებადი და შესაბამისად დინამიური არსება, აღჭურვილი მოაზროვნეობით, თავისუფლებით და ნებელობით უნდა ვითარდებოდეს. ლოგიკურადაც რო დავფიქრდეთ, ასეა, რისთვის მოგვეცა გონიერება, თავისუფლება და ნებელობა, რომ ერთ ადგილზე ვიტრიალოთ და როგორც დავიბადენით, ისეთივე გარდავიცვალოთ. ანუ მარადიულ პერსპექტივაში განუვითარებელნი დავრჩეთ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სწორი, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანთა ძალიან დიდ ნაწილს სწორედ ასე ემართება. და ეს არის სამწუხარო რეალობა და მოცემულობა და ჩვენ თავში ეს თუ ასე ხდება, უნდა დავინახოთ და ყველანაირად ვებრძოლოთ ამას. იმიტომ რომ ჩვენ დიახაც უნდა განვითარდეთ, ვიპყრობილი გქონდეს მზერა ჩვენი უფლისაკენ და ყველაფერი დანარჩენი რაც ამაში ხელს გვიშლით, ეს უნდა მოვიცილოთ. აი გაგახსენებთ ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან პავლე მოციქულის მე-12 თავია, როგორ ამბობს, რომ ჩამოვიშოროთ ყოველგვარი ცოდვა და ცოდვა რა არის? ცოდვა არის ის, რაც ჩემსა და ღმერთშუა დგება. ანუ მე უნდა ვიცოდე რა დგება ჩემსა და ღმერთშუა. ეს არის ობიექტური მიზეზი თუ სუბიექტური, ამას პრინციპული მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. მთავარი არის, რომ ესე იგი რაღაცა ხელს მიშლის და შეიძლება ჩემი თავივე იყოს და უნდა ჩამოვიშოროთ ყველაფერი. ეს არ არის ადვილი, ამიტომ აგზელებს პავლე მოციქული, რომ მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი, ანუ მოღვაწეობის ასპარეზი, ანუ საბრძოლო მოთმინებით, ძოლით უნდა გავიყვალოთ გზა და ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ადვილი არ არის თავისთავად და თვალი მივაპყროთ, აგზელებს პავლე მოციქული, იესოს რწმენის წინამძღვარს, ჩვენს რწმენის წინამძღვარს მივაპყროთ თვალი. ანუ ფაქტობრივად არაფერმა ხელი არ უნდა შემიშალოს და კონცენტრირება უნდა გქონდეს უფალზე. ესე უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა ასე იცხოვროს, ადამიანს უნდა შესაბამისად ცოდნა გქონდეს, ცოდნა ჭეშმარიტებისა, იმიტომ რომ თუ ჭეშმარიტების ცოდნა არ აქვს, ადამიანი ან ვერ ხვდება საერთოდ, რომ ეგ საჭიროა. ეს ერთი პრობლემაა და მეორეა, რომ ადამიანი ხვდება, რომ საჭიროა, მაგრამ თუ ქრისტე არ არის მისთვის ჭეშმარიტება, იგი იგონებს ჭეშმარიტებას. და ეს ჭეშმარიტება ხან გამოკვეთილია, ოღონდ ეს ცრუ ჭეშმარიტება, ლიტერატურული პერსონაჟები რო ვთქვათ, ჭაბო ამირეჯების დათა თუთაშხია ყველას გვიყვარს ახლა ეს ნაწარმოები და იგავური სახით რო გამოვიყენოთ მაგალითად. დათას პრობლემა რა იყო? იგი ხო სულ სიმართლეს ეძებდა და სულ რაღაცა მისი მოქმედების თავარი მიზეზი, мотиваცია, სულ სიმართლე, კაცობა, ღირსება, ხო? და ჩვენ ხედავთ, რომ მისი ცხოვრება არაუბრალოდ დასასრული, ხა ყველა ვკვდებით და ასე თუ ისე რაღაცა გვემართება, მაგრამ მისი მთლიანად ცხოვრება იყო ტრაგიზმით ასავსე, იმიტომ რომ მისი ცხოვრება აღმოჩნდა უმიზნო. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ის არ ქონდა, რაც წეგან წავიკითხეთ, მისი მზერა არ იყო მიპყრობილი იესოზე. და არადა უაღრესად კეთილშობილი ადამიანი იყო. სხვა გმირებიც არსებობს, მაგალითად ფორესტ გამპი, საინტერესო პერსონაჟია, როგორც იგავური სახე. ნახეთ, ადამიანი, რომელსაც ყველაფრის ნიჭი აქვს, რაც კი შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე, ყველაფრის ნიჭი აქვს. სპორტი იქნება ეს თუ ბიზნესი იქნება თუ კოსმონავტიკა იქნება თუ აი რასაც კი ხელი მოკიდა, ყველაფერი გამოუვიდა. კეთილშობილი უაღრესად. და აი როგორი ესე იგი ეს ნაწარმოებს რო წაიკითხავ, ახლა ნიჰილისტური განწყობა გეუფლება, რომ და რა? და არაფერი. რატო? სად გაქრა ეს კეთილშობილი სული? ნუ ცოტა შეიძლება უჭირდა გონებრივად, მაგრამ რა ვიცი, რასაც კი ხელი მოკიდა, ყველაფერი გააკეთა. მიზანი არ ჰქონდა. აი მიზანი, რომელიც არის ტრანსცენდენტული. ეხლა ეს ორი, თქვათ, იგავური სახე, თქვათ, ლიტერატურული პერსონაჟები მოვიყვანეთ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ რეალობაშიც ასეა. ეს სენი უმიზნოდ მყოფობა ადამიანისა, ეს არის ის საშინელი სენი, რომელიც თუ ადამიანს ჭირს და აქედან თუ არ გათავისუფლდა, არანაირი რელიგიურობა, კეთილშობილება, რაღაცა იდეები მის რა, არაფერი არ უშველის. გატყორცნილი ცეცხლოვანი ისარევით უნდა იყოს ადამიანი.
მას ერთი წამი დასაკარგავით რო არა აქვს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს აი ამგვარ ესე იგი არაჯამრთელ გაწონასწორებულ მდგომარეობაში. შეიძლება ისეთ მდგომარეობაში მოვიდეს, როგორც ეს ლიტერატურული პერსონაჟები რომ მოვიყვანოთ, საერთოდ ცოდვა არ ჩაიდინოს ადამიანს. ესეთ ადამიანს შეიძლება ეშმაკიც კი არ ებრძოდეს, მოდი ესე ვთქვა. რა თქმა უნდა, თუ ცოტა სიკეთის სახელით ილაპარაკებს, ამ სოფელს ესეც არ მოეწონება, მაგრამ ასეა თუ ისია, ეს არის ადამიანისათვის როგორც მარად განვითარებადი ღვთისაკენ მარად განვითარებადი არსებისათვის კატასტროფული მდგომარეობა და ჩვენ არ უნდა გვემუქრებოდეს ეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგრამ როგორც კი ადამიანი ამას მიხვდება განისწავლება შინაგანად, ამას კიდევ ვიმეორებ, რომ განისწავლო უბრალოდ რელიგიურობა არ არის საკმარისი. ახლა რა ვამბობთ, არ არის საკმარისი რელიგიურობა, არ არის საკმარისი. რატო არ არის? რა ვიცით თუ არა? ვიცით, საკუთარი თავიდან ვიცი. მე რა, ჩემ თავს არ ვიცნობ, არ მინახავს ჩემი თავი, რომ დროის რაღაც მონაკვეთში არსად არ მივდივარ, სხვისი გამკითხელ თვალს არ დაუნახია ისეთი ქრისტიანები, რომლებიც არსად არ მიდიან. და ჯობია საკუთარ თავზე ვილაპარაკო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს არსებობს ეს მოცემულობა, ეს ფენომენი და ეს არის ძალიან საშიში რა. და როგორც კი ამას მიხვდები და ჩათვლი ერთ-ერთ ყველაზე საშიში რამეთ ჩვენ ცხოვრებისათვის, იმ წამსვე იწყებ ამოქმედებას, რა თქმა უნდა, ეს რთულია და ჩვენ მოინდომებ გაარღვიო ჩაკეტილი სისტემა, რომელშიც იმყოფები. ჩაკეტილი სისტემა თავისთავად ობიექტურად ეს სამყარო ჩაკეტილია და შენს ტრანსცენდენტულობას, შენს მიღმიერობას, ღმერთიშვილობის პოტენციალს კლავს. ჩაკეტილია შენი ფსიქიკა, შენი ადამიანური ბუნება, ყველაფერი ჩაკეტილია და ამის გარღვევა იოლი არ არის. მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამის გარღვევის. ჩვენ ქრისტიანები ვარ და ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, აგერ წეგან გიკითხეთ კიდევაც პავლე მოციქულის სიტყვები და როგორც კი ამას მოინდომებ, შენი ცხოვრება გამოდის, როგორც ხშირად გვითხოვს, კომფორტის ზონიდან. და რატო იმყოფება ადამიანი ესეთ მდგომარეობაში? კომფორტულ მდგომარეობაში, საკუთარი სიმართლეც კომფორტულია. სიკეთის ქმნაც კომფორტულია. ყველაფერი კომფორტულია, თუ შენ არ მიდიხარ გარღვევას. ეს გარღვევა არის ზუსტად რთული. და როგორც კი ადამიანი ამას იწყებს, იმ წამსვე სამიზნე ხდები ეშმაკისთვის. მაშინ აღმოგაჩენს ეშმაკა. კიდე ერთი ღვთის ხატი და მსგავსი გაცოცხლებულა, კიდე ერთი აპირებს ქრისტეს უერთგულოს, კიდე ერთი აპირებს ამ ჩაკეტილობიდან გამოვიდეს, გაარღვიოს და იწყებს შენთან ბრძოლას. ახლა რითი იბრძვის ეშმაკი? ეშმაკი იბრძვის უშუალოდ, როცა მოქმედებს ის ჩვენ ხორცზე, ნებების სახით, ჩვენ სულზე, დემონური ეგოიზმისა და ეგოიზმი ყოველთვის დემონურია მიდაგითხრათ და პატიმოყარეობის და სიამაყის და ასე შემდეგ. იგი ცდილობს ჩვენი შემეცნების უნარები დაამახინჯოს, რეფორმირებული კახადოს მათ მიერ სამყარო საქმე და იგი იბრძვის, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიერ, რომელი ადამიანებიც მის ნებას აღასრულებენ. საერთოდ ხშირად ვამბობთ, ხო, ეშმაკი ღორში ვერ შედის, თუ ნება არ მიიღო. გახსოვთ, სახარებისეული ძალიან საინტერესო. ღორი რა არის, კაცო და ვერ შედის. და ეუნება შემიში ღორში. ადამიანში შედის ისე, რომ არავისგან ნებართვას არ იღებს. იმიტომ რომ ღორს არ აქვს გულის სიტყვები. ადამიანს აქვს გულის სიტყვები. და თუ ეს გულის სიტყვები თანხმობაში არ არის ღვთის ნებასთან, ის ავტომატურად ყოველგვარი მოკივის, ყოველგვარი შუალედური რგოლების პირდაპირ თანხმობაში არის დემონურ ნებასთან და ეხლა ის რაც მისი მსგავსია, იქ შესვლა მას კითხვაც არ ჭირდება. ის მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა და ამიტომ ის შემოდის. და როგორც კი კიდევ ვიმეორებ, ასეთი ადამიანები არსებობენ და როგორც კი ეშმაკი დაინახავს, რომ შენ გარღვევას ცდილობ, ასეთი ადამიანები და უამრავია და ჩვენს ასეთები ვართ, ხშირად ჩვენ თვითონვე ეკლესიის წიაღში ერთმანეთის მიმართ ეშმაკის იარაღები ხვდებით ერთმანეთის მიმართ. როცა რაღაც დროის მყისიერ მომენტში ჩვენი ნება აღარ არის ღმერთთან და არამედ შესაბამისად გულის სიტყვები და ნება არ არის ღმერთთან, შესაბამისად ეშმაკ შეუულია ჩვენით манипуლირება და ერთმანეთის წინააღმდეგ გვიყენებს. ამას წმინდა წერილშიც კი ვხედავთ. გესმით? მოციქულებშიც ვხედავთ ამას. პეტრესეონება გამშორდი სატანა. გაიხსენეთ, ანუ ადამიანი ადვილად манипуლირებადია. და როგორც კი დაინახავს ეშმაკი, რომ შენ რაღაც გარღვევა გინდა, იმ წამსვე ეს ადამიანები, რომლებიც სულ არიან და ჩვენც ასეთი ვარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცას არ ეგონოს, რომ შენ კარგი ხარ, ღმერთი აირჩიე და გარშემო ბოროტები არიან. კიდევ ჩვენც ბოროტი ხვდებით ვიღაცის მიმართ.
გესმით? აი ეს მომენტი. და იმ წამსვე მათ მიმართულებას აძლევს შენსკენ და იწყება შენს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს სიტყვები ამიტომ გასაგები ხდება თავის მოწაფეებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ გარღვევის სურვილით ცხოვრობენ, ანუ ღვთისნების ერთგულები და ღვთისაკენ აქვთ კონცენტრირება, რას ეუბნება იონეს სახარებაში. კრებულისაგან გაანგანსხენ თქვენ, ისეთი მძაფრი იქნება ეს ბრძოლა, რომ მოვალ ჟამი, რათა ყოველმა რომელმა მოგწყვიდნეს თქვენ, გონებდეს ვითარმეთ მსხვერპლი შეწირა ღვთის. ეს მდგომარეობა ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან კარგად არის, კარგად ჩანს დღევანდელ სამყაროში, როდესაც ხდება ადამიანის ლუსტრაცია სრული, მე ადრეს გითხარით, რომ ადამიანს საშნელი სამჯაროს კი აღარ სჭირდება. რა არის საშნელი სამჯაროს? რატოა სამჯარო საშნელი რა? უფალია საშინელი, რომელიც სიყვარულია, რომელიც ჩვენთვის ჯვარცმული სიყვარულია, რომელმაც შენთვის, ჩემთვის საშნელი ტკივილი იტვირთა და ჩვენს მაგივრად მოკვდა და ჯვრიდან გვამართლებს, მიუტევეთ არიციან რასაკეთებენ. უფალი კი არ არის საშნელი. ჩვენი დამოკიდებულება უფლის მიმართ იმდენად არაჯანსაღი შეიძლება იყოს, რომ ჩემი მასთან ყოფობა აღმოჩნდეს საშინელი. როცა მოხდება ლუსტრაცია ჩემი შინაგანი სამყაროსი და ჩემი იმ სიბინძურისა, რასაც უღმერთობა იწვევს და ამის გამოაშკარება რომ მოხდება, რომ ეხლა რომ ვმალავ და მე რომ ყველაფერი გამჟღავნდება და დღეს სოციალურ ქსელებში ადამიანები ჩვენ მარტო სიტყვა ხო გულის მდგომარეობაა და ადამიანები როგორ მეტყველებენ, ადამიანები როგორ იქცევიან, ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ადამიანის დამოკიდებულება ღირებულებების მიმართ, ხო, უფლის მიმართ, ეკლესიის მიმართ, სამშობლოს და ასე მოყვასის მიმართ. ყველაფერი არის გაშიშურებული, ადამიანს აღარ სხვენია, ეშმაკს რო გავს ადამიანი, ეშმაკს რო გავს. ამისი წარმოჩინების აღარ სხვენია. ადამიანს არ სხვენია უკიდურესი გარყვნილ მდგომარეობაში ვარ და თქვას რომ მე ასეთი ვარ. არაფრის აღარ სხვენია ადამიანს. და საჯაროდ ყველას წინაშე სოციალურ ქსელში ამაზე წერენ, ლაპარაკობენ. გამზადებულია სამჯარო, ყველაფერი წარმოჩენილი. ასეთი ადამიანი ხდება გამძვინვარებული იმის მიმართ, ვინც გარღვევას ცდილობს. იმდენად ბოროტსტიქიად ხდება ადამიანი გარდაქმნილი, ეშმაკიც აღარ ასჭირდება, რომ დაინახოს, რომ ვიღაცა სადღაც ისარივით, ცეცხლოვანი ისარივით მიდის ღვთისაკენ, იმ წამსვე იმის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ცდილობს, რომ ის წარმოაჩინოს როგორც ბოროტება. და ეს ხდება ხოლმე ზუსტად, რასაც ჩვენ იგივე სოციალურ ქსელებში ხვდებით, როცა თქვათ, იგივე თუნდაც ჩვენ პატრიარქს, ღვთისმშობელ პატრიარქს რა დღეში აგდებდნენ, ხო? მთლიანად ეკლესიას როგორ ებრძვიან და ასე შემდეგ და სამშობლოს ნამდვილ სიყვარულს და ოჯახის ინსტიტუციას და ერთგულებას და შვილიერებას და ბავშვების ყველაფერს თუ რამე არსებობს, ყველაფერს ებრძვიან. ყველაფერს აბსოლუტურად. რატო? იმიტომ რომ რაღაცა სიკეთე რო არის, თეორიულად ეს სიკეთე შეიძლება გარდაიქმნას იმ გატყორცნილ ცეცხლოვან ისრად ქრისტესკენ და ძირშივე უნდათ ყველაფრის მოსმობა. და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ არიციან მომავლინებელი ჩემი მამა და არცა მე. არიციან ღმერთი. საერთოდ ქრისტიანს, მართლმადიდებელ ქრისტიანს დავაზუსტებ ახლა უკვე აქვს ცნობიერება, რომელიც ვერტიკალში ვითარდება, შეიძლება ასე ითქვას. ცნობიერება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყოფიერება იერარქიულად არის აგებული, არის ღმერთი და ღმერთის მიერ დაარსებული ეკლესია, რომელიც ასევე იერარქიული პრინციპით არის. არსებობს უხილავი თავი ქრისტე ეკლესიისა, არსებობს ხილული თავი ეკლესიისა, პატრიარქი ან მთავარეპისკოპოსი, სხვადასხვა ქვეყნებში გააჩნია როგორ არის, შემდეგ ეპისკოპოსი, სამღვდელოება და ასე შემდეგ. ეს იერარქიული პრინციპი. იერარქიული პრინციპი არის მართლმადიდებელი ცნობიერებისათვის ბუნებრივი ორგანული. როცა ადამიანი ცნობიერებით არ არის მართლმადიდებელი, ის უპირველეს ყოვლისა ამ იერარქიულ პრინციპს ებრძვის. ამიტომაც ატანა არ აქვს არანაირი იერარქიის. ესეთი მსოფლმხედველობა, რომ იერარქიული პრინციპის ატანა არ აქვს, ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ებრძვიან მშობლებსაც, ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა რა არის? ეს არის იგივე მშობლების წინააღმდეგ ბრძოლა, უფროს უმცროსობის, ხო, გახსოვთ ერთი პერიოდი როგორ გვიკვირდა, რომ ესე იგი შენ არ ახარ ვარდებული, რომ მოხუცი რო ამოვა, ადგილი დაუთმო, გახსოვთ როგორ იყო? თქვა და ასე შემდეგ, ბევრი რაღაც ნიუანსია ამ ხრივ, ხა ამას ხო არ ჩავშლით, მაგრამ რატომ იყო ეს? იმიტომ რომ აი ადამიანს არ აქვს აი ამ იერარქიული სამყაროს, იერარქიული მოწყობის ატანა არ აქვს. არა და სამყარო ამგვარად არის მოწყობილი ზუსტად.
ანგელოსთა დასებიც ესია ზუსტად. ეს არის ობიექტური მოცემულობა, გამოცხადებით ვიცით რომ ასეა. გესმით? აი ეს არის. და ამის ატანა არ აქვს, ამას ებრძვის და ეს არის სწორედ დემონური ყოფა. რა ვერ აიტანა ეშმაკმა, რომ ღმერთი არსებობდა. ღმერთისგან ქონდა სიცოცხლე და ყოფიერება, სიკეთე და ბედნიერება, მაგრამ ღმერთი რო ღმერთი იყო და თვითონ რო ქმნილება ეს ვერ აიტანა. ანუ ეს არის დემონური მდგომარეობა. დემონური მდგომარეობა. ეს ყველაფერი მოდის იქიდან, რომ არიციან მამა და არცა მე. ანუ ეს სამყარო იერარქიულად არის მოწყობილი. რომ შენ არა ხარ ღმერთი. ნუ არა ხარ ღმერთი რა. არა ხარ ღმერთი. ღმერთის შვილი ხარ. არა ეს არ გაკმაყოფილებს. მაინც ღმერთი გინდა იყო, სამყაროს შემოქმედი გინდა იყო, ყოფიერების შემოქმედი შენ გინდა იყო. გინდა რომ მთელი სამყარო შენი ჭკუით დადიოდეს. ნუ არა ხარ. ეს არის ობიექტური მოცემულობა. ჭეშმარიტსა გეტყვით თქვენ, უმჯობეს არს თქვენ და რათა მე წარვიდე, უკეთ ომი არა წარვიდე, ნუ გეშინის ცემელი იგი არა მოვიდეს თქვენ და აქ არის ზუსტად აი ეს რომ ზერა კონდეს ზეცაში. ანუ ზეცაში არა ვერტიკალურად, გეომეტრიულად, არამედ ტრანსცენდენტულ ყოფიერებაში ნიშნავს, რომ განკაცებული ღმერთი თავის ადამიანური ბუნებით ავიდა მამის მარჯვნივ და ჩვენი კონცენტრირება არის ტრანსცენდენტულ ყოფიერებაში და ამიტომ და ჩვენს გულში არის განდიდებული განკაცებული ღმერთი, ამიტომ ნუგეშინის ცემელი მოვიდა. მოდის ჩვენთან ნუგეშინის ცემელი. როდესაც ჩვენი მზერა, აი თვალი მივაპყროთო იესოს, როდესაც ჩვენი თვალი მიპყრობილია იესოს, რომელიც არის მამის მარჯვნივ, ანუ ჩვენი ცხოვრება რო კვლავ გავიმეორებ იმ სახეს ვიტყვი, აი ესე გატყორცნილი ისარევით რომ არის და დინამიკაში მყოფი, ასეთი ადამიანი ღირსი ხდება რომ მოვიდეს ნუგეშინის ცემელი სულიწმინდა ღმერთი. ამიტომ ამბობს მე წავიდე და მოვავლინო თქვენ და რომ მოვა, ამაზე ბევრი გვისაუბრია, მოკლედ გეტყვით. რომ მოვა ის ამხელს თავისი სულიწმინდა ღმერთი რო გარდამოვიდა, ის თავისი ყოფიერებით ამ სამყაროში ამხელს ამ სამყაროს, ამ სოფელს ცოდვისათვის, სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ანუ მისი მოსვლა მამხილებელია. და უფალი ძალიან მოკლედ განმარტავს, მაგრამ ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია, მომავალშიც კიდევ ვისაუბრეთ, კიდევ მოკლედ შევეხებ, აი რას ნიშნავს ეს თვითონ უფალივე განმარტავს, ჯერ რომ ამბობს, რომ ამხილოს სოფელს ცოდვისათვის, სიმართლისა და სასჯელისათვის, მერე თვითონვე განმარტავს, მოკლედ თქო ძალიან. ცოდვისათვის ესრეთ, რამე თუ არ არწმენა ჩემ და მომართ. ანუ სულიწმინდა ღმერთის მოვლინება სამყაროში, რომ სულიწმინდა ღმერთი არსებობს, ადამიანს აყენებს ფაქტის წინაშე, კაცობრიობას აყენებს ფაქტის წინაშე, რომ ქრისტეს ღმერთობის არ ჯერა კაცობრიობას და თუ ადრე თუ სულიწმინდა ღმერთის მოსვლამდე ეს თუ შეიძლება იყოფილიყო რაღაც მისატევებელი, ნუ ახლა ვერ დაინახა ქრისტეში ღმერთი და რა გინდა მოკალი. ახლა მისატევებელი ვეღარ არის, იმიტომ რომ სულიწმინდა ღმერთი თითოეულ ადამიანზე, რაც კი იბადება კაცობრიობას, კი იბადება კაცობრიობაში ყველაზე მუშაობს. და ყველას ეხმარება, რომ მის ცხოვრებაში პიროვნულად, პერსონალურად ეხმარება. რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ისეთი დგება, ისეთი მომენტები დგება, რომ ადამიანს წესით თუ სინდისი სწორად უმუშავებს, უნდა მიხვდეს, რომ ქრისტე ღმერთია. მაგრამ თუ ადამიანი ამას უარყოფს, გახსოვთ ხო, სულიწმინდის გმობელი, როცა ამბობს, რომ არა ღმერთი არ არის, არა ღმერთის მინიშნება არ იყო, არ იყო ღმერთის მინიშნება, არ იყო, დაბერდა მოკვდა უქრისტეოდ. აი ამას ნიშნავს, რომ ესე იგი ამ ხელს კაცობრიობას თითოეულ ადამიანს ცოდვისთვის და ეს ცოდვა ვლინდება, თავარი ცოდვა არის სწორედ ეს, რომ არ არწმენა ჩემ და მომართ. ქრისტეს ღმერთობის სადმი ურწმუნობა. სხვათა შორის ქრისტეს ღმერთობისადმი ურწმუნობა ისიც, როცა ადამიანი აღიარებს, რომ ქრისტე ღმერთია, მაგრამ მის მიერ დაარსებულ ეკლესიას უარყოფს. რას ნიშნავს ეს? ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. როდესაც ადამიანი თითქოს მისმა გულმა დაიტია ქრისტეს ღმერთობა, ან მოეწონა ეს სოფხდულობა, მაგრამ ცოცხალი თავით არ უნდა რომ ქრისტეს დაუჯეროს. მის ნებას ვერ კითხულობს, მის ნებას ვერ გამოიცნობს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეს. ამიტომ სახელით ქრისტიანობა ქრისტეს აღსარებლობას არ ნიშნავს. მერე სიმართლისათვისაც ამხილოსო. ხოლო სიმართლისათვის რამე თუ მე მამისა ჩემისა მივალ და აღარა მხედვიდეთ მე. ეს არის ობიექტური მოცემულობა, სიმართლე, ჭეშმარიტება, რომ ის ვინ ჩვენ ვირწმუნეთ, როგორც ღმერთი მამის წიაღშია, მარჯვენით მამისა და ჩვენ უნდა გქონდეს ვექტორი მისკენ და არ ვხედავთ, მას ვერ ვხედავთ, მაგრამ ვერ ვხედავთ ეს არის მოცემულობა, ანუ მე მწამს, მე ვიცი რომ არის მამასთან და მე ვერ ვხედავ, ესე იგი ჩემ ობიექტურ რეალობას ვხედავ და ეს ობიექტური რეალობა სულიწმინდა მე მამხელს ამაში რომ თეოდორე შენ თავი ქრისტიანი გონია, მაგრამ რო ვერ ხედავ
და რო ვინც გწამს, რო კი გწამს, გჯერა, ისწრაფი, მაგრამ რო ვერ ხედავ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვენ უნდა გავექცეთ, რომლის წინააღმდეგ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, სულიწმინდა ღმერთი გვამხილებს ჩვენ ამაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. და კიდევ ერთი რაც რაშიც გვამხელს, სასჯელისათვის. რამე თუ და რას, სასჯელი, გასამართლება, რასაც ქვია. რამე თუ მთავარი იგი ამას სოფლისა დასჯილი არის. ეშმაკი გასამართლებულია უკვე. ვინ არის გასამართლებული? მთავარი იგი ამას სოფლისა. ამას სოფლის სულის მართველი ვინც არის, აი ის არის გასამართლებული. განაჩენი გამოტანილი აქვს. ეს ცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მე უნდა გამოფხიზლდე ეხლა და თუ მე ამას სოფლის სულთან თანაზიარი ვარ, რასაც დასაწყისში გეუბნებოდით, ეს ნიშნავს, რომ ეს გასამართლებული ვარ ეშმაკთან ერთად. ამიტომ მე ვემიჯნები ამას სოფლის სულს, თავის ეგოიზმში, უღმერთობაში, უქრისტეობაში, უსიყვარულობაში და ასე შემდეგ, უზნეობაში უკვე და რა ვიცი, ხო რაც ხდება, რა კატასტროფა ხდება ჩვენს გარშემო, ამას უნდა გაემიჯნოს ადამიანი. გაემიჯნოს ამას ადამიანი, თორე ის ეშმაკთან ერთად იქნება დასჯილი. თავარი იგი ამას სოფლისა დასჯილი, გასამართლებული. უკვე გასამართლებული იქნება და დაგვიფაროს ღმერთმა ამისაგან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთული გასაგებია, ამიტომაც უფალი ამბობს, რომ ფრიად მაქვს, ბევრი მაქვსო სიტყვა თქვენ და არამედ არღარა ძალგით ტვირთად. ის რომ თქვა, აი უფალი თითქოს აქაც ხო მოკლედ განმარტა თავისი ნათქვამი და ბევრი რაღაცის გაგების სურვილი გაქვს კიდე და ასეა მთელი წმინდა წერილი და ასე ხედავდნენ და ასე ესმოდათ მოციქულებს. ბევრი რამ აქვს სათქმელი, მაგრამ თქვენ ახლა ამის ტვირთვა არ შეგიძლიათ. და მე აგძელებს, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდის თქვენ ჭეშმარიტებასა ყოველსა. ხოლო სულიწმინდა ღმერთი რომ მოვა, ის სხვა ადგილასაც ამბობს, რომ ყველაფერ რაც მეკითხარით, ყველაფერ ამას გასწავლით და არა მარტო გასწავლით, წაგიძღვებათ ჭეშმარიტებისკენ, ჩემსკენ გამოგიძღვებათ. და ჩვენი მდგომარეობა, რამდენადაც ღმერთთან ახლოს ვიქნებით, ჩვენი მდგომარეობა თუ ისეთი იქნება, რომ გული გახსნილი გვექნება სულიწმინდა ღმერთისთვის და ჩვენში მადლის წყარო იქნება, უფრო მეც და მეც გავიგებთ, თუ რა უნდა ღმერთ ჩვენგან და გავიგებთ, არა მარტო წმინდა წერილი და ჯერ წმინდა წერილის სიტყვებში ძალიან დიდ სიღრმეს დავინახავთ და გავიგებთ. მე თავად განვისწავლებით შინაგანად სულიწმინდა ღმერთის მიერ. სწორედ ამიტომ არის ვალდებულება ჩვენი, რომ ვიკითხოთ წმინდა მამები. იმიტომ რომ წმინდა მამებმა გაგვისწრეს ჩვენს ცხოვრების წესი. გესმე ხარ, სად გრიგო ხანძთელი და სად იოსებ ისიქასტი და სად ოქროპირი და სად ბასილი დიდი და სად ასე შემდეგ ეს ადამიანები და სად მე, ისინი წინ არიან, მათ გამისწრეს სულიწმინდა ღმერთის მიერ ქრისტეს შემეცნებაში, წინ არიან. გამისწრეს სახარების განმარტებაში, წინ არიან. და საერთოდ სახარება ახალი აღთქმის წიგნებით საერთოდ წმინდა მამების მიერ შედგენილი და კომპლექტებულია უამრავი წმინდა წერილის მიერ, რომელიც არსებობდა სამყაროში ანტიკურ პერიოდში, ეს პირველი საუკუნიდან და სწორედ წმინდა მამათა მიერ იყო გამორჩეული და წმინდა მამათა ავტორიტეტით იყო დამტკიცებული მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში, პირველი საუკუნიდან მოდიან ეს წმინდა წიგნები, მაგრამ მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში და საეკლესიო კრებით ბეჭედ დასმული, რომ აი ეს 27 წიგნია, 4 სახარება და დანარჩენი მოციქულთა წერილები და არა სხვა, წმინდა მამათა ავტორიტეტით. და თუ წმინდა მამათა ავტორიტეტი არ იქნებოდა, რა ავტორიტეტი იყო ეს? მათში არსებული, მათში მყოფი უпроსწორად სულიწმინდა ღმერთი და თუ ისინი არ იქნებოდნენ, ჩვენ არ გვეცოდინებოდა უამრავი რამდენიმე ათეული სახარება და მოციქულთა წერილები არსებობს. რამდენიმე ათეული და წარდე გაიგე რომელია. და საინტერესო ის არის, რომ წმინდა მამები, რომლებმაც და ეკლესიის ხმა, სოფლიო კრებები, რომლებმაც თქვეს, რომ აი ეს არის, ეს სახარებაა და არა სხვა, ეს წმინდა მამები ცხოვრობდნენ ისე როგორც ჩვენ ცხოვრობთ, წირავდნენ ისე როგორც შინაგანად კი არა, გარეგნულად მსახურებას გულისხმობ. წირავდნენ ისე როგორც ჩვენ წირავთ, ახსარებებს ამბობდნენ როგორც ჩვენ ვამბობთ ახსარებებს იღებდნენ როგორც ჩვენ ვიღებთ ახსარებებს. გესმით? და ესე იგი ქონდათ ცხოვრების ის წესი ზუსტად ჩვენი წიგნი გვიჭირავს, რომელიც ტექსტებითაც პირველი მეოთხე და მეხუთე და მესამე საუკუნის და იმის იქით მამები წირავდნენ და მსახურობდნენ, რომლებაც გადათქვეს, რომ ეს 27 წიგნია და არა სხვა. და აი აქაც როგორი ძლავრია ადამიანის ამპარტავნება, რომ ისინი ვინც სულიწმინდა ღმერთის მიერ განსწავლულები არიან, ისინი გვერდზე გაწიეს და თქვეს, ზოგიერთი ამბობს, რომ
არა კაცო, იმათ არ იცოდნენ. მე ვიცი, ჩემმა გულმა უფრო იცის, რას ამბობს ქრისტე, ვიდრე იმათმა, რომლებმაც მთელი თავის ცხოვრება მიუძღვნეს სიკვდილამდე, სისხლის დაღვრამდე მიუძღვნეს უფლის მსახურებას. სიბრძნე თავდაბლობა იმისა, რომ არ შეგვეშალოს და ქრისტეს ეკლესიაში, ქრისტეს მოწინააღმდეგებად არ ვიქცეთ, არ მოვიწამლოთ იმ მოამრავი სამწუხაროდ შეპყრობილი ადამიანებით, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან და რომელთა სიტყვებითაც სავსეა სოციალური ქსელები და ჩვენში მყოფი მადლით და სულიწმინდა ღმერთით დაუპირისპირდეთ აი ამ ყოველივეს. ქრისტე შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს უფალმა ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.